ერთხელ ეს რაღაცა გამიკეთა ერთმა ქალბატონმა, საოცარი ქალი იყო. მას შვილი მოუკლეს. ერთადერთი შვილი ყავდა და მაშინ მე სიონში სახურობ ჯესტიკაროს ნად, მე დიაპრობა მომიწია, მე ლათმაც მომიწევს სახურება და ეს ქალბატონი სულ საკუთარ შვილს მომსგავსებდა. სულ რაღაცა როგორც შვილს ისე მეფერებოდა სულ და ის ერთადერთი შვილის ძნობა შემში გამოხატავდა ეს ქალბატონი და ერთხელაც მეუნება ესეთ რამეს უკვე ბდელი გავხდი უკვე და მეუნება რომ მამაო გიხვეწებიო ჩემს უახლოეს ადამიანსო ჯვრისწერა აქვსო და ვიცი შენ რომ დაგიკავშირო ჯვრისწერაზე და მინდა რომ რაღაც ამ ადამიანს მთელი აიმით დაწერო ვიცი ყველა ადამიანს გული წერჯვას მაგრამ რაღაც ისე მინდა რომ გალობლები იყვნენ რაღაც ესე ლამაზად ჩატარდესო მათი ჯვრისწერა რაღაც ესე თხოვ ამ ქალბატონმა ძალიანსა და რაღაც ეგ შესაძლებელი დატოვა აზრისთვის გალობლებისთვის მე დამიტოვა რაღაცა უძვირფასესი ხატი უძვირფასი ძველებული ხატი ალბათ მე-18 საუკუნის ხატი უძვირფასესი ხატი და ეს ხატიც გადმომცა და ეს ხატიო გადაეციო მასო ამ ადამიანსო ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენო და გავგი მეთქი რატო ახალ საჩუქარი ესე და არა გიხვეწებიო ჩემი სახელი არ ახსენდა მე თვითონ ვერ მოვახერხებო სხვაგან მივიდივარ და ჯვისწერაზე ვერ ვიქნებიო ვერაფრით და მართლაც დავწერი ამ ადამიანს ჯვარი ეს სიონის ბაშთა გულს დაუძახე ბიჭები მოვიდნენ უგალობეს რაღაც საოცრად ჩატარდა ეს ჯვისწერა რაღაც დამთავრდა ყველაფერი და რო დამთავრდა ეს ჯვისწერა გადავეცი ამ ადამიანს ეს ხატი ავიყვანე ამბიონზე უხანდაგე ვესაუბრე მე საკუთრებო და გამოაბრძანეს და გადავეცი ამ ადამიანს ეს ხატი და ვერ დავმალი ვისგან იყო ეს ხატი და უთხარი ახლა როგორ ხარ ჩემ გახვარ იქნებოდა ეს ხატი ამ адам ქალბატონმა ვიცი მის ძალიან ახლობელი ხართ მეთქი და ეს ხატი დაგიტოვა საჩუქრად მეთქი ამ adam ქალ და ეს სიტყვები როგორც კი ვახსენე ეს ბიჭი ჩავარდა და ჩამვარდა მუხლში დავარდა ამ ამბიოს ქორწილის დღეს ვისწერის დღეს რაღაც ეხა ღრიალი ტირილი კი არა ღრიალი ესეც რემლები და ხმამაღა და რატომ ამას ვიძახ რატომ ესე რატო ღმერთო აი სწორი დაიწყო გავგიჟდი მეთქი აი ვისწერა რა რატომ ვის ღმერთო იცი თვინ იყო ეს ადამიანი მისი შვილის უყლერი და მეუნება იცით მე ვინა ვარო მე ეს ადამიანი ვიც მისი შვილი მოვკარდა და ეს როგორ გამიკეთავ მე გავიდა დრო 3-4 დღე აღარ მოხდა მე შევხვდი თვითონ ის ხალხი ყუხტის წინაშე წარდგა ღმერთთან არის და მიშულთან არის და მეუბნები რომ ეს როგორ გააკეთე მეთქი ეს როგორ შეძელია მე მგდელი ვარ და მე ამას ვერ გავაკეთე მეთქი აი ახალნაყოფი მგდელი ვიყავი და რაღაცა საუც აი არ ვიცი რა ჩამიტარა ამ ადამიანს ესეთი აკვეთილეს 5 აკადემიური და მიმთავრებინა ალბათ და 100 წელი რომ ეცხოვრა ეკლესიაში ესეთ რამეს ვერ მასწავლი და ესეთ რამეს და მამაო მეორაც ეკლესიაში სიარული დავიწყო პირველი რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაშიო ჩემი შვილი შევიძინე და გავიგეო მარადიული სამყოფელი შესახებო და მე ქრისტეს შესახებ არაფერი არ ვიცოდიო სიტყვები გამიგო ესე სადაც მომესმინდაო ქრისტეს შესახებ მაგრამ მე ქრისტეს არ ვიცნობდიო და ჩემი შვილის გარდაცვალებამ ქრისტე გამაცნეს მარადიული წიაღი რომელსაც ღმერთის წიაღი ქვია ეს მარადიული სამყოფელი გამოცნო მიმახვედრა იმას რომ სამოთხეში და მოხდა ყოველდღე კითხულობდი მამაო ჩვენოს და მივხვდი მამაო ჩვენოს შინაარსო ეს საუფლო ლოცვა რატო დაწერა რომ ეს პატარა ლოცვა თუ მეგობრ ყველაფრის მткმელია როცა კითხულობდიო და ამოგვიტებენ ჩვენ თანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მივუტევთ თანადებთ ამა ჩვენთან როცა ამას კითხულობდიო მე ხედავდიო რამ ადამიანს ვერ პატიოდიო ამას არადა მეო ჩემი შვილები ყავდა მუცელში მოკლე ამ ჩემი შვილის გამო რომ ჩემი შვილი არ შეეწუხებია სხვა შვილებს და ეს იმდენად მიყვარდა ეს შვილი ამის გამო ბევრი აბორტი მქონდაო გამოდა საკუთარ შვილებზე განაჩენი მქონდაო გამოტანილო და მუცელში ყავდიო ჩემი შვილებს და მე ხომ მინდოდაო რომ ღმერთ ჩემს ეს ეპატიებინაო რომ ჩემი შვილებს მე განაჩენი გამოუტანე მკვლელობისა და ჩემი შვილები მუცელში მოვყარიო და როგორ მაპატიებდაო ღმერთიო თუ მე ამას არ შევძლებდი ამ პატიებასო მე ხო ესეთივე მკვლელი ვიყავიო იმას ხვიში შვილი მოკლავ და მე ჩემს შვილებს მუცელში ვკლავდიო და მივხვდიო რომ ამის გარეშე ამას ვერ ვიზამდი ვერაფრით ვერ შევძლებდიო ამასო რომ სხვანაირად მე ყველაფერში გამეკეთებინა ამიტომაც გადავდგეს ნაბიჯი და ოღონდ ეს გულწრფელად გადავდგე ამისთვის ძალიან ბევრი წლები დამჭირდაო და ამ ყველაფერშიო მამაო ჩვენო დამეხმარაო ეს საოცარი ლოცვა და ამ საოცარი ლოცვა შევძელიო ისო რაც ალბათ ძალიან რთულიაო და იცითო მამაშალოო რა უნდა გითხრაო ეს თურმე ძალიან ადვილი ყოფილაო თუ ღმერთს გაიცნო მაგრამ თუ ღმერთს ვერ გაიცნო და თუ ღმერთს ვერ დაუახლოვდებიო მაშინ ამას ვერასოდეს ვერ შეძლება ღმერთმა შეგაძლებინოთ ყველას ეს პატიების შეგრძნება რაც ძალიან რთული და ძალიან ძნელია მაგრამ ამის გარეშე მარხვა წარმოუდგენელია ღმერთმა დაგოს და ღმერთმა გაგახარო და შეგეწიოთ ღმერთის